მეთმა მოგცეს სოციალური წვენა რას ქვია ისო თუმე ახლა ვიგებ რომ ქართველები არიან და ასოების ჯერა და ციფრების თუ ციფრებზეა დამოკიდებული მაგათი კეთილდღეობა აი ეს შეადმამბობეს კინოსა გადაღებული კუჩხი ბედნიერი ზოგს თუნია რომ ვიღაცის ფეხი იქნება ბედნიერი ან ვიღაცის თვალია ეს არის დაბადების დღე მანანასი ჩვენი მრევლის მეთმა დაროსოს და ყველა ადამიანს აქვს დაბადების დღე და ეს ბედნიერი რო იყოს ადამიანი ესე იგი არც ასოებზეა დამოკიდებული არც ქართველობაზეა დამოკიდებული ბედნიერება იმიტომ რომ ნახა ხშირად ვამბობ რომ ქართველები რო ვართ მიხარია რომ იყო კოლხეთი იყო იბერია 14 დამწერლობაში ჩვენი დამწერლობა რომ არის ჩვენი მეუბა შევინაჩუნეთ მაგრამ როგორც თუ იფიქრებ რომ ეს იმიტომ რომ დაუშვაში ქართველი ხარ რაღაც ქართული სისხლია რაღაც ქართული ენა რაღაცა და არის ასეთი ქებაი და დიდებაი ქართული ენისა და მე ახლა ჩემ დედას არის შვედი და ვერცოს მეყვარება და თუ მიტყოდოთ მიყვარს მეთქი ხო არასდროს მიქნები რა თქმა უნდა ესე იგი 9 ძმა ხერხეულიძე იქნება თუ სხვა ეკლესია განაგიშნით სამშობლოს თავდადებას მაგრამ ეკლესია გასწევს 10 ცნება არის მეცნიერება და მეცნიერება მოსესხამის აღმერთვა პირველ თვისნების შინაარსი რა ირო არავინ არ გააღმერთო არავინ არ ესე იგი გააკერბო და როცა შავი კატას გადავა თუ არ გადმოვა ან დაუშვათ ვინ შემოვა ახალგაზრდის მეორე დღეს ფედობის დღეს ამაზე თუ იფიქრებ ან თუ დაამყარებ იმას დასავლეთის ფულზე ამერიკის იზიერეზე შეადმამობ რომ იმპერიები იყვნენ აღარ არიან შეადმამობ რომ ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა სულ 33 წლისა თანამდებობას ჰქონდა მსოფლიოს ყოფილიც იყო მაგრამ მეთქვა იყო ამიტომ ჩვენი დღესდღეობა ჩვენი კეთილდღეობა შეადმოყავთ თარმების მაგალითი ოქროს ხანაქვია ვარძია იყო თუ მონასტერს აშენებდა მბოცველი იყო და ვია ოქროს ხანა მისი შვილი რუსუდანია არასორი ყოფაკცევი ცხოვრობდა და ხალხმას მივაძა და მერცხლად დასაჯა მონღოლებით ამიტომ რაღაცის გამოცანა იმისა რომ ვინ დაგვეხმარება დასავლეთი თუ ამერიკა თუ ვიღაცა ესე იგი იმას ქვია კერპი ქვია შენ თუ იმედი გაქვს რომელიღაც ქვეყანაზე იმას ქვია კერპი და ეს რუსეთი იმპერია რუსეთის ხალხი კი არა ამტერი რუსეთის ხელისუფლება ამტერი ტერიტორიული მთლიანობის ის ევროკავშირი იმპერია არა ფრანგი და ესპანელი ამტერი არამედ იმპერია დღეს ის რაც ხდება ევროკავშირში ის ხდება რომ ორგანიზებული გამიბა შეიყვანოს ის ხდება რომ მშობლებს არ ფემენ შვილსა თუ გააგვი სახელმწიფომ რომ ესე იგი მშობელი ეწინააღმდეგება სქესის შესვლას ამიტომ ამტერი მაგრამ რამიწერია მე დისოცებში როსვანტრისათვის რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ რა სიძულვილია ახლა ასაკუთრების შემოქმედებელი ზუსტ იმიტომ გამისცადა კაფკაზიის სამშობლო 200 წელი ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა დაკარგული და ესე იგი თუნტრის გინება ისტორია თქვენ უნდა გითხოთ იმათთვის რუსებს აგინებს მაშინ არ აგინებთ თურქებს განელებს უჩანაწერი ეგერ ერდოგანი ტირის იმაზე რომ აჭერა და იმაზე მესხებზე რომ შემიავა ჩანაწერი ეგერ იანგისრებლებით და ასევე ირანის ხელისუფლება ამბობს რომ აღმოსავლეთ საქართველოს შემიავა და მე მომიტანს რამეს ჯერ ერთი ცოტა აზროვნება თუ არ ადამიანს რომ ვაგინო აქ მოსულ თურქებს ან ირანელებს ან ეს ვაგინო თურქეთის ან ირანის უაზრობა ეს უაზრობა მაგრამ ამას ქვია პოლიტიკა ყოველთვის წესავდა მოწინააღმდეგე სიზუსტის და მე 67 წლის ვარ ხშირად ვახსენებ ჩემ თაობას რომ ჩვენ ვიყავით პროლეტარები და ამერიკა ევროპა იყო კაპიტალისტები და საზიზრობა ახლა 30 წელია იმ კაპიტალისტების ფულს ჯამთ და საზიზრობა რუსეთი მაგრამ ესა თუ მოწუნე ხარ და მაზიარებელი ხარ თავის მოტყუება ქვია იმას ჯერ ერთი გინები და სიზულით როგორ დაისვები მე მოხდები 60 დღეში ამის მაგალითია მამაო ჩვენ მაპატიე როგორც მაპატიებს იგი თუ არ პატიო ბახა შენ რო რუსებზე ხარ გამწარებული აფასი და ოსი შენზეა გამწარებული და ღარ მიდა ესე მოყვე რა გააკეთა რა საბჭოთა კავშირი დაიშალა აქედან სხვაენების ხალხი გარბოდა არამატო გარბოდა კლავდნენ აგერას ხართ ნათესავი ძვან ქართველები ახლა ოსე მასულ იმაზე ილაპარაკო რომ თქვენ არ შეგირიგდებით იყო დრო ქართლი აღაწევდა გულია სამაგიეროზე და სულ ამაზე ილაპარაკოთ ინგლისი და საფრანგეთი მტრები იყვნენ მაგრამ ახლა დავუშვით მეგობრები არიან
და ვისაც ღმერთია ეს მოსულობს მშვიდობისთვის, რომ შეწყვეტს ის რაც ხდება უკრაინაში, სირიაში, ღაზაში. და მარტო უკრაინაზე რომ აქვს გამახვილებული ადამიანს, სირიაში რომ მუსლიმანები მიდობიან, რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მასმედია ფუძღებულობს იმაში, რომ მარტო აგინონ რუსებს. და მტერი რა რო გვდება ხალი ბავშვი, იგა ისინი ადამიანები არ არიან, ისინი რო გვდებიან. ებრაელებისგან მუსლიმანები. მაგრამ იმას ქვიან, როცა პოლიტიკოსი ხარ, მიგერძოებით სამართალი გადავსა, შენ შეღმერთია, შენიც რომ შენი პირველი მეფე მირიანი იყოს ფარსი. აბოთვილელი საქართველოს მფარველი არის არაბი და შენ იცი რომ თუ გუშეღმერთია, აი ადამიანი ხარ და თუ შენ გუშეღმერთი არა. შეამოყავს მაგალითი რომ 100 წელი არ გასულა იმის შემდეგ, რაც გერმანელები როგორც მაიმუნებზე ისე ატარებდნენ ცდებს ადამიანებს. და ებრაელებს იჭერენ მარტო ებრაელებისა გამო. და გრიგოლ ფერაძის მაგალითი მოგავშიათ რომ შეეწირა ებრაელს არა მართლმადიდებლებს. ამას ქვია მადლი ღვთისა. მადლი ღვთისა არ მოგაგოთ მეთმა ჩვენთანაც მერთი.